Ბესო მელუამ ბრიფინგი ერთპიროვნულად კოტე შარაშენიძეს და გურიის მოამბეს ინტერნეტ გადაცემა ფლიპ კამერაში გაშღერებულ მის განცხადებებს მიუძღვნა. მელუაც შარაშენიძის მიმართ საკმაოდ ბევრი პრეტენზია აღმოაჩნდა. მან აღნიშნა, რომ ამ ადამიანის ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში დიდ ეჭვებს იწვევს. სამწუხაროდ მიწევს და მინდა აღნიშნო, რომ გამომდინარე მისი ქმედებებიდან არსებობს კონკრეტული ეჭვის საფუძველი და ფაქტები, თუ როგორ манипулირებს ბატონი კონსტანტინე შარაშენიძე. კითხვის ნიშნის ქვეშ ძალიან დიდი ხანია დგას ამ ადამიანის ქმედებანი წინასაარჩევნო პერიოდში. თუნდაც დავიწყოთ ფაქტით. თუ როგორ ებრძოდა ის წინასაარჩევნო პერიოდში გულისხმიერ, ერთგულ, პატიოსან და საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოსtildeლ ადამიანებს. ეს ფაქტები არსებობს და ესეც ის საზოგადოებამ. მელუამ აქცენტი გააკეთა კოტე შარაშენიძისა და ციხის ისტორიასთან დაკავშირებულ გაგამ კურნალიძეზე და მათი შეხვედრა 5 აგვისტოს ბახმაროში ასევე კითხვითი ნიშნის ქვეშ დააყენა. მელუას თქმით, შარაშენიძე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად კოალიციასთან შეთანხმების გარეშე იღებს და ამასვე უკავშირდება მისი დასახელებაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატურაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო კოალიციის წევრებთან შეუთანხმებლად არანაირი პირობა. არც კულუარული, არც რაიმე დირექტივა, კონსულტაციებთან დაკავშირებით, მე მყავს მხედველობაში ნაცმოძრაობის ხელმძღვანელი პირებთან კონსულტაციები, ესეთი რამ მსგავსი არ ყოფილა. არ არსებობს ჯერჯერობით და ველოდებით მიმდინარე პროცესებს. იცით, რომ ჯერჯერობით მთავრობა ყალიბდება, იცით, რომ უახლოეს პერიოდში შედგება პირველი პარლამენტის ხტომა და ეს პროცესები ჯერჯერობით უნდა გავითარდეს. ბრალდებებს მშვიდად უყურებს თავად კოტე შარაშენიძე. ბესო მელუას ფსიქიკურად გაუწონასწორებლად მიიჩნევს, მაგრამ პრეტენზიებზე მაინც პასუხობს. იყოს, რომ მაგ ადამიანს ჭირდება ფსიქოლოგიური, თქვათ, დასკვნის დადობა, ფსიქიატრიული დასკვნის დადობა, იმიტომ რომ ის ადამიანი შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც ბოდვებით არის დაკავებული. რაც შეეხება ერთპიროვნულ მართვას, ეს არის აბსოლუტურად არარეალობა. ჩვენ აქ კოალიციაში მოქმედებით ზუსტად ისე, როგორც უნდა ემოქმედა კოალიციას. არც არის ამის, თქვათ, აუცილებლობა არც იყო და არც შეიძლება კოალიციის რეჟიმში ადამიანმა მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ჩვენ მოქმედებით გუნდური პრინციპის მეთოდით, ჩვენ მივიღეთ შედეგი სახეზეა. თემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა კოალიციის სხვა ლიდერების მხრიდან. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას შემდგომი დღეები გვიჩვენებს.